აი ისიც სასტუმრო კომპლექსის სესილი, გამარჯობა. გამარჯობა მიზა. რატომ სესილი? იმიტომ რომ ჩემს შვილიშვილს ქვია სესილი. გამარჯობა მამუკა. ძალიან მიხარია რომ თქვენთან ვართ თქვენს კომპლექსში. რა ქვია, დასასვენებელი კომპლექსი თუ რა ქვია? სასტუმრო კოტეჯი სესილი. ხო, კოტეჯები. და მე როგორც ვიცი, ანუ Facebook-იდან ვიცი ეს ინფორმაცია, აქ არის კოტეჯები სესილი, ესი, ანუ small-ი, როგორც დასაცმელია, სესილი M-ი, ანუ medium-ი და სესილი XL. აჰა, XL-ი ეს არის, ეხლა უბრალოდ ვერ შევალთ შეგნით, იმიტომ რომ დამსვენებლები არიან, მაგრამ ნახეთ რა ლამაზი ბანანების ხეებია. ეს ხეები იყო აქ თუ ჩამოვიდა? არა, აქ იყო ასე ვთქვათ, თხემლის ტყე და ჭაობი. და ეს არის დიდი შრომის შედეგი, რომ ეს ჩემი დარგულია ყველა. ეს როდის დაიწყო აქ მშენებლობა, რამდენი წელი? ეს სახლი გავაკეთე, სულ 12 წელია რაც ვაკეთებ და ეს სახლი 50 დღეში ავაშენე. მე როგორც ვიცი, თითოეულ კოტეჯს აქვს თავისი ეზო. ანუ რა არის ჩვენი კონცეფცია? თითოეულ კოტეჯს აქვს აუცილებლად დიდი ვერანდა, აქვს აუცილებლად საკუთარი ეზო, აქვს აუცილებლად ველოსიპედები და რა თქმა უნდა ყველა ის სიკეთე, რაც გაქვთ ოჯახში, ანუ სრულყოფილი სამზარეულო, კონდიციონერები, ინტერნეტი და ასე შემდეგ, შეზლონგები, მზის ქოლგები, ჰამაკი, ყველაფერი მოკლედ. ჭურჭელი, სარიცხი მანქანა და ასე შემდეგ. ოჯახური დასვენებისთვის სრული კომფორტია და სრული კომპლექტი, ხო? ეს არის სახლი, სადაც ცხოვრობს მამუკას ოჯახი. მამუკა, იკრიბებით ყველა ერთად? კი, ხშირად ვიკრიბებით ერთად. ეს არის სესილი M-ი და სესილი M-ის უკან არის ჩვენი საცხოვრებელი კოტეჯი უკან. გარეთ სამზარეულო ვერანდაზე ყველაფერი სასადილო მაგი და მაცივარი ყველაფერი არის აქ. მამუკა, მე კი წარგადგინე როგორც ტელემაგნატი, რაც შენ ძალიან გააპროტესტე. მაგრამ ბევრმა არის იცით რომ პროფესიით მამუკა ღონტი არის არქიტექტორი, ხო? პოლიტექნიკური ინსტიტუტი. შესაბამისად, ეს არის სულ თქვენი ქმნილება, ესე ვთქვი. კი, ფაქტიურად სესილი M-ის გარდა, ანუ ეს პირველი კოტეჯი, რომელიც ფირმამ ამიშენა, ყველა სხვა კოტეჯი არის ჩემი პროექტი და ჩემი აშენებული, ანუ მშენებელიც მე. რა იყო მთავარი პრინციპი, იმიტომ რომ მაინც გურია, აი ზღვისპირეთი არის უფრო ნესტიანი ადგილი და აი რა იყო მთავარი, როდესაც თქვენ აშენებდით აქ კოტეჯებს? ჯერთი აქაური ნესტი კარგი არის და სასარგებლო აქედან დავიწყოთ. მეორეც ერთი ის მასალა, რითაც მე ვაშენებ, ყველაზე ნაკლებად არის ყველაზე კომფორტულია უბრალოდ ნესტიანი გარემოსთვის, ტენიანი გარემოსთვის. ეს არის კოტეჯები, ანუ კოტეჯი თავისთავად ნიშნავს უკვე ნაგებობას, რომელიც არ არის ასეთ ქვის და ესეთი მკვიდრი და მძიმე. ეს არის სუბუქი ნაგებობა, რომელსაც გარედან აქვს პროფნასტილი, შუაში აქვს ორმაგი დათბუნება, იზოლაცია და გარედან ზოგ შემთხვევაში ხე, ზოგ შემთხვევაში მოყავს ეგრეთ წოდებული გიფსკარდონი. აი სეზონი რამდენი თვე გრძელდება აქ სეზონი? ეს არის მარტო ზაფხულის კოტეჯები თუ შეიძლება რომ აქ დაისვენო მაგალითად შემოდგომა? წელს პირველი დამსვენებელი ყავდა თებერვალში, ეს იყვნენ უცხოელები, ხო და შემდეგ ვიკენდებზე მოდიან ჩვენთან მთელი გაზაფხული და გვიან შემოდგომამდე ვიკენდებზე დადიან. პარასკევი, შაბათი, კვირა, ქირავობენ კოტეჯს, ძალიან კაი დროს ატარებენ. Small-ი, ანუ ყველაზე პატარა კოტეჯი. აქ არის ეს არის 2 სართულიანი და აქვს წინ ნაძვნარი. ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, ეკოლოგიურად მაგარ ზონაში, იმიტომ რომ წინ საკუთარი ტყე აქვს. და უზარმაზარი, როგორც ხედავთ, იქაც ტყეში ჰამაკები და ყველაფერი. და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასარგებლო ქვიშა, მაგნეტიტი, ხო, ასე. კი, აქ არის პლაჟი ზუსტად იგივე, რაც არის ურეკში.